გავას ისგვერთვებოდა შეფასებებით 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე. ახლა კი დისკუსია ჩვენს ეთერში, ჩვენი სტუმრები არიან ირაკლი აბესაძე, ის ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს და ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია, ის დაიცავს ბიუჯეტის შემდგენლების, ასე ვთქვათ, ქალაქის მთავრობის პოზიციას. მე მივესალმები პირველ რიგში ირაკლი აბესაძეს, ვინაიდან მას აქვს პრეტენზიები ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამიტომ ჯერ მოვისმინოთ პრეტენზიები და შემდეგ ვუპასუხოთ მას. ბატონ ირაკლი, მშვიდობისა. მე კარგად გავეცანი ანალიზს, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაწერა, გამოაქვეყნა 2014 წლის ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით და ასევე 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ. მოდი ჯერ ზოგადად ვთქვათ, რა არ მოგწონთ ამ ბიუჯეტში, უსაქმურობის ბიუჯეტიო, თქვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ასეც კი უწოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ? ანუ პირველ რიგში შევეხოთ მაშინ კვლავ 2015 წლის ბიუჯეტს. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა 2015 წელზე, ვინაიდან მომავალზე ვსაუბრობთ. კი ბატონო. თუმცა თავშივე არ შემიძლია ერთი წინადადებით არ აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს 110 მილიონი ლარის ათვისება, ანუ დახარჯვა კონკრეტული პრობლემების მოგვარებისთვის ვერ შეძლო დავით ნარმანიას მთავრობამ. ამიტომ რა ზაზა გაბუნიას ჩვენ შესავალში იყო ამის შესახებ ინფორმაცია 23% ამიტომ რაგინ კარგი ფინანსური დოკუმენტი წარმოადგინოს დავით ნარმანიამ, ჩვენ მის შესრულებაში ეჭვი მაინც გვეპარება, თუმცა რაც შეეხება თავად ფინანსურ დოკუმენტს და თბილისის 2015 წლის ბიუჯეტს. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის ზრდა და სიამაყე ამით ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან თბილისის ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო გაცილებით მეტი, 800 მილიონზე მეტი, თუკი დავით ნარმანიას ეყოფოდა პრინციპულობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ხოლო ცენტრალურ ხელისუფლებას არ ექნებოდა უკვე ზედიზედ მეორე წელია საბიუჯეტო კრიზისი. კერძოდ გულისხმობ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი ბიუჯეტისთვის გამოყოფილი ტრანსფერი, რომელიც ეს 412 მილიონი ლარით განისაზღვრა, 2009 წელშიც კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი იყო 423 მილიონი ლარი და იმის შემდგომ მუდმივად იზრდებოდა. ანუ დღეს ჩვენ დაუბრუნდით ამ თვალსაზრისით 2008-2007 წლებში, ანუ თითქმის 6-7 წლის უკანდელ პერიოდში და ეს ყველაფერი განპირობებულია ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო კრიზისიდან. რაც შეეხება გადასახდელებს და იმ პრობლემების მოგვარებას, რასაც დავით ნარმანია წინასაარჩევნოდ მოსახლეობას პირდებოდა, ასევე ჩვენ შეთავაზებებს, რომლებიც გაუკეთეთ დავით ნარმანიას, რომ გაეთვალისწინებინა ბიუჯეტში, აღსანიშნავია, რომ სოციალური მიმართულებით 2014 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ ლარით შემცირებულია სოციალური მიმართულების დაფინანსება. გემახსოვრება, ჩვენ ბატონ დავით შევთავაზეთ უფასო მგზავრობა გაეთვალისწინებინა პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და პენსიონერებისათვის. ამის პედაგოგებისთვის გაუთვალისწინებია. კი ბატონო, გიპასუხებთ, ამის ნაცვლად მან უფასო მგზავრობა შესთავაზა ყოფილ პატიმრებს და ძალიან უხერხულია ალბათ ყოფილი პატიმარი მგზავრობდეს უფასოდ და პენსიონერი იხდიდეს ოცდებს. რაც შეეხება ბაღის პედაგოგებს, ნამდვილად გასაკვირია, როგორ გაარჩია ბატონმა ნარმანიამ ბაღის პედაგოგის და სკოლის პედაგოგის სტატუსი ერთმანეთისგან. მე მინდა შეიძლება დავასრულებ, მე მინდა 1000 სკოლის პედაგოგს მივმართო, რომ დავით ნარმანიას დაენანა 730.000 ლარის გათვალისწინება თბილისის ბიუჯეტში, რომ თითოეულ მათგანს და მათი რიცხვი 10.000-ზე მეტია ემგზავრა უფასოდ ტრანსპორტით, მაშინ როდესაც ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ ყოფილი პატიმრები. კარგით, ზაზას კითხავ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. აი როგორი პროექტიც არ უნდა წარმოადგინოსო, ეჭვი გვეპარება, რომ შეასრულებსო, თქვა ირაკლი აბესაძემ და ამის მიზეზი მან მისცა 2014 წლის ბიუჯეტის ცვლილებამ 23% იქნა შეუსრულებელი. ამაზე რა სიტყვით და იმ კონკრეტულ შენიშვნებზე, რომელიც ახლა თქვენმა ოპონენტმა ჩამოთვალა. მოგესალმებით პირველ რიგში და უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთ რამეში იყო ბატონი აბესაძე გულწრფელი, ოდესაც ამბობს, რომ რაც არ უნდა შემოგთავაზონ, ისინი მაინც უნდობლობით იქნებიან გამშვალული ჩვენს მიერ შეთავაზებული ბიუჯეტის მიმართ. ეს არის ყველაზე გულწრფელი დამოკიდებულება მის მიმართ, ანუ ეს არის მისი პოლიტიკური პოზა და არაფრით არ ემთხვევა ეს პოლიტიკური პოზა გულწრფელობას მათი მხრიდან, იმიტომ რომ თითოეული თეზისი, რომელიც აქ ახლა მათი მხრიდან ითქვა, თუ ითქმებოდა ამ დღეების განმავლობაში თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, გაჯერებულია მთლიანად ტყუილით. ერთ-ერთი ტყუილი, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, ეს ეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, უპრეცედენტო ოდენობა არის ჯანდაცვისათვის გაკუთვნილი. ეს არის 35 მილიონი. 2 მილიონი ლარით შემცირებულია. 25, არა, მე გესაუბრებით, ბატონი ირაკლი ასაუბრებს, ეს არ არის მთავარი. მთავარია რა წერია. მთავარია რა წერია. არა, ირაკლი დავასრულებ, გადავალ მანდაც. გადავალ მანდაც. მთავარი არ არის რას ამბობს აბესაძე ბატონი ირაკლი, მთავარია რა წერია დოკუმენტში. დოკუმენტში კი წერია, რომ ჩვენ 8 მილიონით ზრდით 35 მილიონამდე ჯანდაცვის ხარჯებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება
შესაძლებლობა 4 მილიონით ლეიკემიით დაავადებული ადამიანები დააფინანსოთ, რომელიც არავის არ ახსოვს და ეს ნიშნავს იმას, რომ C ჰეპატიტიანი აი ამ დაავადების მქონე მოქალაქეების მხარდაჭერის პროცესს ვიწყებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა იმ ძირითადი მიმართულებით, რომელიც ქალაქში არის გამოწვევის სახით, ძიმე მემკვიდრეობის სახით დატოვებული, მათ შორის ბატონ აბესაძესაც მიუძღვის ამაში ლომის წვლილი, მათ შორის ეს ინფრასტრუქტურული საკითხები, ძალიან მძიმე ეკოლოგიური გარემო, ბაღებთან დაკავშირებული თემები. ეს ადამიანები ბავშვებს უყიდნენ ბაღებს და ჩვენ ვაპირებთ 85 ეს არის სიმართლე თქვენმა ჩინოვნიკებმა უამრავა მაშინდელმა დამდებელმა სხვა ტიპის ჩინოსნებმა გაყიდეს ბაღები და არ მხოლოდ ბაღები, ამეთ პოლიკლინიკები. ჩვენ ვაპირებთ 80 რამდენი ბაღი იცითოთ. მე მგონი აქ კითხვებს თქვენს ვამ და ნუ გადავალ სხვა ფორმატში მეც მიტყვი არა თქვენ გაქვთ საშუალება ერთმანეთსაც კი ბატონო ასე ვთქვათ შეხვიდეთ დისკუსიაში ერთმანეთთან ასე კი ბატონო ესე იგი 6 ბაღი რომელიც საერთო ჯამში ის 6 ბაღია რომელიც საკუთრებაში გადაეცა თქვენს ყოფილ ან მაშინ ოდესაც ხელისუფლებაში იყავით მოქმედ ჩინოსნებს ბაღებთან ერთად თქვენ გაყიდეთ პოლიკლინიკები ჩვენ ვაპირებთ ამის მიუხედავად 85 მილიონი დავხარჯეთ იმისთვის რომ ახალი ბაღები გაარჩეს თბილისში თქვენ თბილისელებს აჩუქეთ ნაგვის და დენის გაერთიანებული გადასახადი და ჩვენ ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და ამ ფონზე 1 მილიონი ლარი გამოვყავით გარდა წესის გაუქმებისა ამ წესის დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერისათვის არ დაგავიწყდეთ რომ ლეიკემიით დაავადებული ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ის ადამიანები რომელიც ჰეპატიტით იტანჯებიან და ძალიან რთულია იცით ზვიადღირებული ეს დაავადებები ესენი იყვნენ გარიყული თქვენი ყურადღების არეალიდან შორს ის ადამიანები რომელიც მსახკაროები იყვნენ მათი დროებითი თავშესაფრები ვისაუბროთ და არა წარსულზე მაგრამ არა ეხლა ბატონ ირაკლის უნდა მივცეთ საშუალება რომ გიპასუხოთ 6 ბაღი გაგიყიდიათ როგორც თქვენი ოპონენტი ამბობს დიანა დავასრულებ მაგნაცილში თუ შეიძლება და ერთი მცირე რემარკა და რა თქმა უნდა ბატონ ირაკლისას მოусმენ სიამოვნებით რა შეიძლება ეს 6 ბაღი არის მხოლოდ ის რაც მათ ჩინოსნებმა საკუთრებაში წაიღეს თორემ გასხლისებული არის გაცილებით მეტი ბაღი და პოლიკლინიკა გაგახსენებთ მათ შორის პოლიკლინიკების თემას იგივე შუა ქალაქის რუსთაველის გამზირზე ეს ძალიან ცხარე თემა იყო და სხვა შემთხვევაში ვერ იქნებოდა ეს რსული თემა რომ არა აი გაყიდული საკუთრება ასე ვთქვათ საკუთრება რომელიც არა მხოლოდ იყო მუნიციპალური არამედ ეხებოდა და ეკუთვნოდა ცალკეულ მოქალაქეებს ეს იყო ასე ვთქვათ საკუთრების უფლება ეს არის ცალკე პრობლემა და რაც შეეხება ვთქვათ ზოგადად თემატიკას ჩვენ გვაქვს ძალიან გასაგები მოცემულობა რაში მდგომარეობს ეს მოცემულობა იმაში რომ დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ 800 მილიონიან ბიუჯეტზე უპრეცედენტო ციფრია ასეთი ციფრი არ ყოფილა არასდროს და ტყუის როდესაც ამბობს ბატონ ირაკლი რომ ეს არის სადღაც უკან დაბრუნება იმიტომ რომ ვერსად ვერ ვაჩვენეთ თქვენ 800 მილიონი უდესმე იყო თბილისის და რა არისო თბილისის დაგიბრუნდებით ეხლა ბატონი არა თქვენ ისაუბრეთ საკმაოდ ეხლა ბატონ ირაკლის თხოვთ 6 ბაღის გაყიდვის შესახებ საუბრობდა თქვენი ოპონენტი და ზოგადად მაინც მინდა გკითხოთ მუსხელიშვილის კომენტარი მოვისმინეთ რომელიც ასევე საკრებულოში ოპოზიციას წარმოადგენს და თქვა რომ ასეთი კარგი ბიუჯეტი არასოდეს არ ყოფილაო და თქვენი პრეტენზიები მაინც არის ამ ბიუჯეტთან მიმართებაში. მე მინდა პირველ რიგში შევეხო ისევ სოციალურ დაცვას და არა ჯანდაცვას, ბატონი ზაზას გასაგონად თუ ამბობ. სოციალური დაცვის მიმართულება 2014 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ფინანსდებოდა 172 მილიონი ლარით. სეკვესტრის შემდგომ ბატონმა დავით ნარმანიამ ის ჩამოიყვანა 168 მილიონ ლარამდე და ახლა ხდიან 170 მილიონ ლარს. ანუ დამტკიცებულ ბიუჯეტს უკი მას შეასრულებდა დავით ნარმანია 2 მილიონი ლარით შემცირებულია სოციალური დაცვა. რაც შეეხება ბაღებს და გამოვეხმაურო თქვენ შენიშნეს ბატონო თქვენ არის კონკრეტული ციფრები და მე ეთერში შეგიძლიათ ესე მოიქ. ეხლა მაშინ როდესაც ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ოჯახებში ყოველ ახალშეძენილ ბავშვს გავაორმაგეთ ჩვენ შეამცირეთ კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება 8 მილიონი ლარით. კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება თლიანად ჯამურ ბიუჯეტს თქვენ ამცირეთ 8 მილიონი ლარით. ეხლა გადავიდეთ საბავშვო ბაღებში. ეს არის დიდი ტყუილი და დიანი იმედიმაც მომენტს როდესაც ბიუჯეტს შეხედავთ შეგხვდებათ. ამიტომ ასეთ სიტყვებს თუ იკადრებთ და თქვენ თვითონ აღმოჩნდებით მათყუ არა. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ნანახი აქვს ეს ბიუჯეტი არ მოვიწოდით ბატონ ირაკლი. ბატონ ზაზას ხო, როგორც ჩანს, კარგად ვერ ნახა, რომ 170 მილიონია სოციალური დაცვის დაფინანსება და 8 მილიონი ლარი, 7 მილიონი 900 რაღაც 1000 ლარი შემცირებულია კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება. 1000 ლარი ეს არ არის კომპეტენტური პასუხი ბატონ ირაკლი, მეც ვერ უკვე მეთანხმებით და ეს კარგია. არა, საბავშვო ბაღებში თუ შეიძლება გამაგზელებინეთ. 6 გაყიდულ ბაღზე მოკლედ თქვით მე
მინდა ჩვენ მოკლე შენიშვნას გამოვეხმაურო და გავიმეორო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს არსებულ პრობლემებს, ამის გამართლებას ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ წარსულში არსებული შეცდომებით, თუმცა მე მინდა მომავლისკენ გავიხედო და ჩვენი შეთავაზება შევახსენო საზოგადოებას, ნაცვლად რვაბაღის აშენებისა, რომელიც საშუალებას აძლევს თავად ბიუჯეტიდან გამომდინარე გეუბნებით, თბილისის მერიას რომ მომავალ წელს 55000 ბავშვი მიიღოს საბავშვო ბაღში, ანუ 4000 ბავშვით მეტი ვიდრე წელს შეძლო მათ მიღება, ჩვენ მათ შევთავაზეთ და დაახლოებით 10000-მდე ბავშვი კიდევ დარჩება საბავშვო ბაღის მიღმა, ჩვენ შევთავაზეთ რომ აშენებულიყო 6 საბავშვო ბაღი, ხოლო 2 საბავშვო ბაღის მშენებლობის თანხა დაახლოებით 3 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ სექტემბრიდან საბავშვო ბაღის ვაუჩერის დარიგებით მიგვეცა მათთვის საშუალება კერძო საბავშვო ბაღებისთვის მიემართათ, ანუ სექტემბრიდანვე სრულად მოხსნილიყო საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტის პრობლემა, ამის ნაცვლად ჯიუტად ბატონი ნარმანია აგზელებს საბავშვო ბაღების მშენებლობას, რომლის დასრულებასაც რა თქმა უნდა, ქალბატონიანა, ჩვენ მოგწონს, რომ გაზრდილია გარკვეული მიმართულებით ჯანდაცვის დაფინანსება, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო კიდევ უფრო მეტად, ბატონო ზაზა, ეხლა როდესაც აღიშვეთ, რომ ასეთ ადიახ, ამდენობით ბიუჯეტი არ ყოფილა, მაგრამ ის ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგრამ არასდროს ტრანსფერი ბიუჯეტის არ შემცირებულა. ცენტრალურ ხელისუფლებას არასდროს გაჭირვებია იმდენად ბიუჯეტის შესრულება, რომ თბილისისთვის ტრანსფერი შეემცირებინა და 2009 წელთან შედარებითაც კი 11 მილიონი ლარით ნაკლები ირიცხება დღეს ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტში. ამის თქმა მინდოდა, ანუ უკეთესად მუშაობის შემთხვევაში, უფრო ეფექტურად მუშაობის შემთხვევაში უფრო მეტი თანხის მობილიზება იქნებოდა შესაძლებელი და უფრო მეტი პროექტების განხორციელება. ასე რომ თავის მოწონება გარკვეული სიახლეებით, რომელიც ყოველწლიურად იყო ბიუჯეტში, გარკვეული სიახლეები, ეს ნამდვილად საზოგადოების შეცდომაში. ზაზა გაბუნიას შემოვიყვანთ ეთერში. ზაზა, მე მაქვს ესეთი კითხვა, თქვენ თუ მოусმინე ჟურნალისტის ჩართვას, იქ კომენტარებში იყო ესეთი ფრაგმენტი, რომ ოპოზიცია აპროტესტებს იმას, რომ ბიუჯეტში წინა პროექტთან შედარებით უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დაფინანსება გაზრდილია 3 მილიონი ლარით. არა და მის გაუქმებას პირდებოდა თბილისის მერიო, ეს ნაციონალური მოძრაობის განცხადება. თქვენ რითი ახსნით იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ამდენით გაიზარდა? რას უკავშირდება? მოგახსენებთ, ერთელი ეს ასე ვთქვათ კრიტიკის ანატომია კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მეც ვიყავი ერთ-ერთი ვის ვაკრიტიკებდი ამ სამსახურის არსებობას, ამაზე აუცილებლად მოგახსენებთ, მაგრამ მანამდე იმ ნაწილზე ტყუილი არ არისო და დამისაბუთეთო, ახლა მინდა დავასაბუთო, რატომ იყო ტყუილიო თითქოს სოციალური კუთხით რაიმე იცვლება. 5 მილიონი ლარი ჯამში იზრდება გამგეობების დაფინანსება სოციალურ მიმართულებით. ეს არ არის სოციალური კუთხით გაზრდა და ჯამურ ბიუჯეტზე და საუბარი თავს თუ იწულებთ დავანაწილოთ თითო რაიონს 500-1000-ით ეზრდება სოციალურ მიმართულებით. არ არის ესეც ტყუილია, მაგალითად საბურთალოს გამგეობას ეზრდება 100,000 ლარით და მეტი არ ეზრდება. ესე იგი მე ვიტყვი და მე შეიძლება რომ არ ეზრდება, მე ციფრებით ვლაპარაკობ, შეიძლება რამდენი აქვს საბურთალოს გამგეობა სოციალური დახმარება? სოციალური რამდენი აქვს საბურთალოს გამგეობა შეგიძლიათ თქვა? დავასრულებ ეხლა. ბატონო ირაკლი, ძალიან ცუდად რო გვაქვს, ამიტომ მე მინდა რომ ბატონმა ზაზამ უსაფრთხოების სამსახურის ასწავლით და დავასრულოთ. ციფრებით ისაუბროს. ზოგადად დიდი მადლობა ბატონ ირაკლი, ბატონ ზაზამ, მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურზე გვიყვარს. არა, აუცილებლად მხოლოდ ვერ იქნება შეცდომაში ვერ შევაყვანინე ბატონ ირაკლის მე საზოგადოებას, ამიტომ სოციალურ ნაწილზე აუცილებლად შევეხები 5 მილიონი იზრდება რაიონების დაფინანსება სოციალური კუთხით, ამასთან სოციალურ დაუცველი მრავალშვილიან ოჯახებზე ყოველ ახალშობილზე ორმაგდება დაფინანსება, სოციალური მიმართულება არის, აბა რა არის, ოდესაც 1.400.000 ჩვენ დავხარჯავთ ახალი თავშესაფრის მშენებლობისათვის და ადამიანები აღარ გაიყინებიან გარეთ სიცივისაგან. უსაფრთხოების სამსახურზე გითხარით თუ ერთი წუთი გაქვს ბატონ ზაზა. რა შეეხება უსაფრთხოების სამსახურს? კრიტიკა არ ეხებოდა სამსახურის არსებობას. მაშინ, როდესაც 2012 წელს ძალაუფლება დაკარგა ნაციონალურ მოძრაობამ, შესაბამისად დაკარგა გავლენა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, გიგი უგულავამ მოინდომა საკუთარი უსაფრთხოებისათვის სახელდახელოდ სპეციალურად შეექმნა ახალი სამსახური. ამით ერთგვარად დიდმა დემოკრატმა უგულავამ უნდობლობა გამოუცხადა დემოკრატიულ ინსტიტუტს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეექმნა თავისი უსაფრთხოების სამსახური და ეს იმსახურებდა სწორედ კრიტიკას და არა ის, რომ მერიას დაცვა უნდა და მერიის სტრუქტურებს. ეხლა რაც შეეხება დასკვნას, ეს იქნება თბილისელების ბიუჯეტზე, იცის რატომ? როდესაც მე გამგებელი გავხდი ნაზალადების და მივედი გამგეობაში, თემქის საუბნო სამსახურში დამხვდა ესეთი ფორმა, სადაც მედიკამენტი სურველ ადამიანს უნდა შეეცვლო ფორმა, იყო მისი სახელი, გვარი, მისამართი და ბოლოში თუ კი უბნის კოორდინატორი ნაციონალური მოძრაობიდან ხელს არ მოუწერდა, მას წამალს არ აძლევდა. ეს მიდგომა შეიცვალა. ამალი მედიკამენტი მხარდაჭერა სოციალური კუთხით დახმარება იქნება ყველასთვის და ამიტომ არის ეს ბიუჯეტი თბილისელებისთვის. რომელსაც ვერ ასრულებს და 7 მილიონი სეკვესტრი გააკეთეთ სოციალური მიმართულებით. როგორც სოციალური დავასრულოთ ეს დისკუსია. ასევე ჩვენი მომავალი თაობის თვალსაზრისით.
ბატონო ირაკლი, სულ ერთი წინადადებით შეგიძლიათ თქვათ და დავასრულებთ. მე დაუბრუნდები, რატო არ შესრულდება ეს ბიუჯეტი? ეს ბიუჯეტი არ შესრულდება, იმიტომ რომ უამრავ სამწყაროდ 4 თვის განმავლობაში უკვე კორუფციულ სკანდალში გაეხვა თბილისის მერია. პირველ რიგში აღნიშნავდი საგზაო სამუშაოებს, სადაც ისინი ტენდერების გვერდისავლით უკვე 19 კონტრაქტი და 8 მილიონი ლარი აქვს გაფორმებული, მინიმუმ მილიონი ლარი იფლანგება ტენდერების გარეშე სამუშაოების განხორციელებაზე. ძალიან დიდი მადლობა ზაზა გაბუნია, ნაცვალების გამგებელი და ირაკლი აბესაძე, ნაციონალური